მარჯანიშვილის მოედანთან მსვლელობისთვის ემზადებიან. ახლა კადრშიც ხედავს მაყურებელი მზადება საქართველოს დროშები, ევროკავშირის დროშები, ამერიკის დროშები და სხვადასხვა სახის შინაარსის ბანერები აქვთ მოქალაქეებს მოტანილი და ითხოვენ მთავარს უკანონოდ დატყვევებული პატიმრების გათავისუფლებას და ისინი ამ გზით უცხადებენ სოლიდარობას 30-ზე მეტ პატიმარს და განსაკუთრებით დღის წესრიგში დადგა მზია ამაღლობელი საქმე, რომელიც მე-19 დღეა შიმშილობს და არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. ბადრი ჯაფარიძეა ჩვენთან ერთად და დღევანდელი აქციის მნიშვნელობაზე რომ გვესწავლოთ. ჩვენ ვახორციელებთ მორიგ მარშს, ეს არის საპროტესტო მარში, ჩვენ შევუერთდებით რუსთაველზე უკვე მისულ ადამიანებს, აქედან გავავლით გზას მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველამდე და ჩვენ კიდევ ერთხელ გამოხატავთ პროტესტს იმ მსგავსობის მიმართ, რომელიც დღეს უფევს ქვეყანაში, ყავს პოლიტიკური პატიმრები, ადამიანები უკვე რამდენი დღეა ითხოვენ თავისუფალ სამართლიან ახალ არჩევნებს და არის ეს მოთხოვნა სრულად იგნორირებული დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ და ეს მარში სწორედ ემსახურება შეხსენებას იმ პოლიტპატიმრების, რომლებიც უკანონოდ არიან დღეს ციხეში, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ყველას აშფოთებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ძალიან რთულია და პირდაპირ ვიტყვით რომ ზღვარზე არის ალბათ მისი გადარჩენა უკვე ესეთ მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას იმის გამო რომ უკვე მე-19 დღეა შიმშილობს. ჩვენ ვხედავთ რომ დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება არის აბსოლუტურად გულგრილი მზია ამაღლობელის მდგომარეობის მიმართ, აკეთებს ცინიკურ შეფასებებს, ამიტომ ეს პროტესტი უნდა გამწვავდეს იმისათვის რომ დავიხსნათ მზია ამაღლობელი, გადავარჩინოთ ის და ყველა ის პოლიტპატიმარი რომელიც დღეს იმყოფება უკანონო ციხეში. არა მარტო საქართველოში, არამედ ფარგლებს გარეთაც უკვე აქტიურად ითხოვენ უკანონო პატიმრების გათავისუფლებას. ევროსაბჭო, ევროკავშირი ყველა ითხოვს რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უპირობოდ ეს ადამიანები. თუმცა ქართული ოცნების პასუხი არის ის, რომ მაგალითად ძალადობის ორგანიზატორებს ან ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ვისაც აქვთ გარკვეულწილად პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა ნოემბერსა და დეკემბერში, აჯილდოვებენ. დღეს ნახეთ ყაველაშვილთან გადაღებული ფოტოები ღირსების ორდენით აჯილდოვებული. თქვენთვის რას ნიშნავს, როცა ერთია რას ამბობს საზოგადოება და პარტნიორები და მეორეა ქართული ოცნები? თქვენ ყავს ავტოკრატიული, დიქტატორული ტიპის რეჟიმი, რომელიც არ იძიებს არც ერთ ძალადობის ფაქტს ჟურნალისტებზე, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ატუსაღებს უკანონოდ ადამიანებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს, 1000 გვარი შეციტხნილი ბრალდები და ამ დროს აჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ძალადობაზე, რომელიც ჩადენილი იყო და იმ ადამიანებს, რომლებიც სანქციონირებული არიან საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ამიტომ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ დღეს არის სწორედ ამ ბუნების ხელისუფლება, ავტოკრატიული, დიქტატორული ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის თავისი ხალხის ხმა, რომელიც ერთადერთ რამეს რასაც ცდილობს, როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება ნებისმიერ ფასად და ამიტომ არის მათი რეაქცია არაადეკვატური იმ მოთხოვნაზე, რომელიც ისმის უკვე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ბადრი ჯაფარიძის პოზიცია, მოქალაქეები არიან სოლიდარობის ბანერებით მოსულები, სოლიდარობა მზია ამაღლობელს. თქვენი სათქმელი რა არის? ჩემი სათქმელი პირველ რიგში არის სათქმელი როგორც კოლეგიც, მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ. სოლიდარობას უცხადებ მზია ამაღლობელს, რომლის საქმეც, რაც მე ვიცი, არის მეორე საქმე, რაც მახსოვს ჟურნალისტთან დაკავშირებით ერთადერთი ნაზი შამანაური საქმე მახსოვდება 80-იან წლებში და მეორე მზია ამაღლობელის. მზია ამაღლობელი არის ჩვენი კოლეგიალური სინდისი, რომელსაც ყველა ჟურნალისტმა და არა მხოლოდ უნდა გამოუცხადოს სოლიდარობა. მით უმეტეს მის მძიმე მდგომარეობაში მე-19 დღეა რაც შიმშილობს. და მე მას მოუწოდებ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ის ჩვენს გვერდით უფრო გჭირდება ჯანმრთელი და ისეთი შეუპოვარი, როგორიც მის ბიოგრაფიას დღემდე ახასიათებდა. მადლობა საბაბუაძეც არის აქციაზე. საბა, თქვენც რომ გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელ აქციას, სოლიდარობის აქციას და დღეს ევროკავშირის ელჩსაც შეხვდნენ უკანონოდ დაკავებულების ოჯახის წევრები და გზავნილი ყველას იყო ერთი და საერთო, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდნენ ეს ადამიანები. არ დამალეს, როგორც ამბობენ ევროკავშირის წარმომადგენლობა, ის აღშფოთება, რასაც ხედავდნენ ნოემბერსა და დეკემბერში ძალადობრივი ქმედებები და პლუს ამას დაკავებები. მათ შორის მზია ამაღლობელის თქვენ რა შეგიძლიათ? მე შემიძლია გავიმეორო ის, რაც ამ დღეების განმავლობაში თითოეული ჩვენგანის სათქმელი არის. სოლიდარობა მზიას, ჩვენი მხარდაჭერა მზიას, ჩვენი მადლობა მზიას
სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს, რომელთა რიცხვით სამწუხაროდ არის ძალიან ბევრი, ანდრო ჭიჭინაძე, რეზიკო კიკნაძე, ონისე ცხადაძე, ჩვენი თანამებრძოლები, ვეფხია კასრაძე, ვასო კაძელაშვილი და ბევრი ამ ადამიანებს ჩვენგან ჭირდებათ სოლიდარობა და მხარდაჭერა და სირცხვილი ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს არის კმაყოფილი ამ ადამიანების პატიმრობით, სირცხვილი და თავის არ ვიცი რა თქვა, არც ვიცი, სირცხვილი იმ ადამიანებს, რომელსაც მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური ბრძოლის ეს მეთოდები ან ნორმალურია, ან რამის მომტანი შეიძლება იყოს. ეს აუცილებლად დასრულდება, ეს ამ ისტორიული სირცხვილის ფურცელს ქართველი ხალხი აუცილებლად გადაფურცლავს და ამ სირცხვილის მხარეს იქნება ქართული ოცნება და ივანიშვილი და ამ ბრძოლის მოწინავე ხაზზე იყო და იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ღირსების მაგალითით გვამხნევებენ ჩვენ და გვაძლევენ ჩვენ ძალიან დიდ სტიმულს ამ პროცესში. მე სამწუხაროდ არანაირი იმედით არ ვუყურებ, რაც საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ამ ადამიანების გათავისუფლებას, ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ ადამიანების თავისუფლება უზრუნველყოს, ეს არის რეჟიმის დემონტაჟი, რეჟიმზე ზეწოლა ჩვენი ქართველი ხალხის მხრიდან. ამიტომაც არავის არ უნდა ეგონოს, რომ პასუხისმგებლობა ჩვენ პარტნიორებზე არის და მხოლოდ ჩვენ პარტნიორებს შეუძლიათ რამის გაკეთება, რაც ამ ადამიანების გათავისუფლებას მოიტანს. პირველ რიგში პასუხისმგებლობა ამ ბრძოლის არის ჩვენზე. თუ ეს სისტემა არ ჩამოიშლება და თუ ჩვენ ამ რეჟიმზე ზეწოლას არ მოვახდენთ, ამ ადამიანებს არავინ არ გამოუშვებს და არანაირი კეთილინება არ არსებობს. ამის ჩვენ ნახეთ, როგორი ცინიკური იყო მათი პასუხები, ნახეთ ყობახიძის პასუხი როგორი ცინიკური იყო, რომ თვითონ აი ამ ფრუსტრაციის და ამ დელეგიტიმაციის წასაშლელად ვიღაცას ცდილობს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე მიიწვიოს და ის არავის არ წარმოადგენს ივანიშვილის და რუსული ძალის გარდა ქართველ ხალხს შესაბამისად უფლება არ აქვს რაიმე ნაბიჯი გადადგას ამ არალეგიტიმური ძალის მიმართ, სულ მცირე იქამდე მაინც სანამ გრძელდება შანტაჟი და ჩვენი თანამებრძოლების დატყვევება. ამიტომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და შემდეგ აუცილებლად ჩვენ დავჯდებით აი ამ ხელისუფლების უზურპატორებთან ერთად, ამ არალეგიტიმურ ძალასთან ერთად, ოღონდ დავჯდებით იმაზე სასაუბროთ, რა ფორმით უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები. ვაჟა გაფრინდაშვილსაც ვხედავ აქ და შემეცდები გავესაუბრო. ბატონო ვაჟა, პირდაპირ ეთერში ვართ და რომ გითხრათ, მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს და მისთვის მიუღებელია ის უსამართლობა, რასაც ქვეყანაში ხედავს. თუმცა ადვოკატებს თხოვს, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბევრი არ ისაუბრონ, იმიტომ რომ არ უნდა რომ დაიკარგოს მთავარი გზავნილი ის უსამართლობა უკანონო ტყვეების პატიმრობაში ყოფნა, რაც დეკემბრიდან ვიხილეთ საზოგადოება. თქვენთვის რა არის ახლა უმთავრესი? შეიძლება პატიმარმა მოითხოვოს, რომ დაელაპარაკო, მაგრამ მე თუ მკითხავ ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ ამაზე უნდა ელაპარაკოს და დღეში რამდენჯერმე ინფორმაცია უნდა მიაწოდონ საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად დაბატონი მზია ასევე ბაბუც შიმშილობს. იმის შესახებ აბსოლუტურად არავითარი ინფორმაცია არ არის. არ ვიცით სხვა დაპატიმრებული რა მდგომარეობაში არიან. დღევანდელი თქვა იგივე რაც ეგრეთ წოდება პრეზიდენტმა გააკეთა, კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ოცნება წაგვართვეს, იმედი დავკარგეთ და ღირსებასაც გვილახავენ უკვე და ამ მთავრობასთან ურთიერთობა წარმოუდგენელი. ასეთი მდგომარეობა არის ახლა მეტრო მარჯანიშვილთან, მარჯანიშვილის მოედანზე იკრიბებიან მოქალაქეები და ემზადებიან მსვლელობისთვის ისინი რუსაველის მოედანზე გადაინაცვლებენ. ეს იყო ნინო ღვედაშვილი